ჩვენი სტუმარი მოვიდა, წამოდით გაგაცნოთ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი. მოგძანდი, გაბრიელ, როგორ ხარ? კარგად, თავად როგორ ხარ? კარგად, დიდი მადლობა. ჩვენი პირველი ვლოგის სტუმარია არაჩვეულებრივი პირველ-რიგში ვიტყოდი ადამიანი, შემდეგ არაჩვეულებრივი პაციენტი გაბრიელ კაკუშაძე, რომელმაც გადაინერგა თმა კლინიკა დიამედში 2 წლის უკან. გაბრიელ, პირველ-რიგში დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენი სტუმარი და გაგვიზიარებ შენ გამოცდილებას. მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. რატომ გადაწყვეტე თმის გადანერგვა? ესე იგი, ადრეულ ასაკში დამეწყო თმის ცვენა და უკვე რო შევატყერო, უკვე აღარ იყო ისეთი როგორიც თავდაპირველად და უკვე დისკომფორტი მქონდა სარკეში ჩახედვისას, გადავწყვიტე რომ მოვემართა დიამედისთვის და კონსულტაციის შემდგომ უკვე გადავწყვიტეთ რომ ის ეტაპი იყო, რომ უკვე გადანერგვა შესაძლებელი იქნებოდა და დავგეგმეთ მოკლედ გადანერგვა. როგორ გახსენდება ოპერაციის დღე? ოპერაციის დღე იყო ძალიან სასიამოვნო, მოულოდნელად სასიამოვნო, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ესე იგი თავიდანვე ისეთი განწყობით შევხვდნენ ექიმები, მოკლედ თავიდან ეს მოხაზვის პროცედურა, შემდგომ უკვე ეს პირველი ეტაპი, კომუნიკაციაც ისეთი იყო, რომ მარტივი და ესეთი საინტერესო, აღარც ვფიქრობდით უკვე იმაზე, თითქმის გადანერგვის ეს თვითონ პროცედურა რა და როგორ მიდიოდა რა. მოგეხსენება, რომ 24 წელია მუშაობ თმის გადანერგვის სფეროში. და ყოველთვის კონსულტაციაზე განსაკუთრებით პაციენტებს, მამაკაცებს ხაზგაუს, რომ აინტერესებთ თუ არის მტკივნეული თმის გადანერგვის ოპერაცია. აი შენ შემთხვევაში ოღონდ გულწრფელი უნდა იყო. გასაგებია, რომ დიამედში იმყოფები, ჩემი ვლოგია, მაგრამ პაციენტებს აუცილებლად სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, რამდენად მტკივნეული იყო ეს პროცესი. რო დავიწყეთ, აი გულწრფელად რო ვთქვა მართლა, რო დავიწყეთ, აი ეს ვისაც პლაზმო გაუკეთებია, პლაზმოთერაპია, აი იმაზე კიდევ უფრო მსუბუქი ტკივილი იყო ის თავიდან გამაყუჩებლების შეყვა და მე არც არაფერი არ მიგწნია. ოპერაციის შემდგომი პერიოდი როგორია? ესე იგი სულ 2 დღე იყო რაღაც ცოტა ოდნავ განსხვავებული ჩვეულებრივი რუტინისგან, თუმცა შემდეგ აქსესუარებით ისე რომ ვერც გაიგო ხალხმა რომ ოპერაცია მქონდა გაკეთებული. რაც თავარია მეორე დღეს ვიყავი მოსული, ესე იგი პერსონალმა თავი დამბანა, მომხსნა ნახვევები, შემდგომ ესე იგი სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ეს ლაზერით იყო იმით დაამუშავდა, ესე რომ ვთქვა და 20 წუთში დასრულდა ეს პროცედურები. გაბრიელ, ეხლა მაინტერესებს პირველმა თმამ როდის დაიწყო ამოსვლა და რა ემოციები ჰქონდა? ჩემ შემთხვევაში თმის ამოსვლა დაიწყო სადღაც თვენახევარში, უკვე მე ვგრძნობდი რომ რაღაც იყო უკვე სიახლეები, თუმცა სადღაც 3 თვეში უკვე სხვებიც ამჩნევდნენ რომ უკვე ამოდიოდა, უკვე სხვაობა იყო. დაახლოებით 6 თვეში უკვე ისეთი შედეგი მქონდა, რომ აი ბავშვობაშიც კი არ მქონია ისე კარგად თმები რა და ეს რა თქმა უნდა ხასიათზე ყველაფერზე ისე აისახა და ისე მოქმედებდა, რომ ძალიან კარგად ვგრძნობდი უკვე თავს რა. რა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და რაც უნდა იცოდეს ყველა პაციენტმა, ესე იგი აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ თვითონ გოგოები, გუნდი, ვინც მუშაობს ოპერაციაზე, არიან აი ძალიან პოზიტიურები. მათ შორის ნათია პაპასკირმა თქვენმა დამდა, მე იმდენი ვიხუმრეთ იქ, შევაჯიბრეთ ბიონსე, იქ რიანა, რომ აი ფაქტობრივად არც კი მიფიქრია პროცედურებზე და ოპერაციაზე. გაბრიელ, რას ვრჩევდი იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ თმის გადანერგვა, მაგრამ ეშინიათ? ზოგადად ჩვენ ცხოვრებაში ხ ადამიანები ბევრი რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო, ზოგჯერ შიშის, ზოგჯერ სხვა მიზეზების გამო ვამბობთ უარს ბევრ რაღაცაზე. თუმცა, როდესაც ადამიანი მოხვდება, აქ და პირველ კონსულტაციას გაივლის, თვითონ მიხვდება, რომ არაფერი არ არის აქ სირთულე, არაფერი არ არის გადაუწყვეტელი და შედეგსაც მალე მიიღებს ჩემი აზრით. ბოლო კითხვა მაქვს შენთან, რატომ დიამედი? ჩემი აზრით ეს კითხვა ალბათ არც არის დასასმელი, რადგან დიამედი არის წამყვანი კლინიკა ამ მიმართულებით და აგერ ფაქტია, სახეზეა შედეგი ყველაფერი. დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის და გულწრფელი საუბრისთვის. ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარია შენნაირი კმაყოფილი პაციენტი.